მოგესალმებით, ვიწყებ ჩაწერას NL2 ფართი პოკერის სწრაფი მაგიდების. ერთი სესია უკვე გავაკეთე ამ ლიმიტზე, ამ რომში. მაგრამ რაღაცა ვერ გამოვიდა კარგი სესია ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაც სეტინგები არ მქონდა კარგად გასწორებული და რაღაცა პატარ-პატარა შეცდომები მქონდა დაშვებული. ეხლა გავასწორე სეტინგები, ხმა გამოვურთე. და უბრალოდ იმედია გამოვურთე, ხმა ეხლა შევამოწმებ. ხო და მე მგონი ცოტა უფრო ნორმალური სესიის გაკეთება იქნება შესაძლებელი. თან მომეწონა, ანუ ასე ვთქვათ, ვოდის ჩასაწერად მომეწონა ორი მაგიდის თამაში და რავი, მოდი, ვითამაშოთ ერთიც. კარგად გავაანალიზოთ დარიგებები და შემადგენლობები და ნახოთ საერთოდ ღირს თამაში აქვს, არ ღირს თამაში თუ როგორ არის ამბები. პლუსებზე და მინუსებზე ამ რუმის და დისციპლინის უკვე ვილაპარაკე. და ამ დისციპლინის გარდა რა თქმა უნდა სხვა დისციპლინებიც ამ რომში საკმაოდ ნორმალურ დონეზეა, კეშმაგიდები, რეგულარული კეშმაგიდები და ასევე ტურნირების საკმაოდ ნორმალური ბადეა. ძალიან გულდასაწყვეტია ის ფაქტი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანუ დისტანცია არ გვიგროვდება, ანუ არ გვაძლევენ hand history-ს. მე მგონი არ გვაძლევენ. ყოველ შემთხვევაში ფართი პოკერი გვაძლევდა ადრე და ეხლა ამ რომში ის ოფცია, საიდანაც შეგეძლო ეგ დისტანცია ამოგეღო, მე ვერ ვიპოვე და ესე გასარკვევია მაინც ეგ ამბავი. კიდე აქვე დავამატებ, რომ არის რაღაცა რეიქბექი. ოღონდ რაღაც ისეთი დიდი მნიშვნელობა და დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი რაღაც კარგ შემთხვევაში რაღაც სტატუსების და ყველაფრის გათვალისწინებით მე მგონი 20% არის რეიქბექი. შესაბამისად ამ ლიმიტზე ნუ რაღაც რეიქბექი რო არის ეგ უკვე კაია ამ ლიმიტზე, იმიტომ რომ რიგ რუმებში საერთოდ ვერაფერს ვერ აიღებ NL2-ის თამაშით. დამაცხენის მობლაინდიდან დავყაროთ არაფერი საინტერესო. არაფერი საინტერესო არ შეიძლება მოვიფიქროთ მაგ სიტუაციაში. შემადგენლობა ეხლა ცოტა ისეთ საათებში ვთამაშობ, რომ ბევრი არა ვართ, 40 ენტრია და 40 ენტრი ამ ფორმატისთვის არ არის ბევრი 5 max-ებზე ვხედავთ. მაგრამ არა ვშ 5 max-ი საკმაოდ კომფორტულად სათამაშო მაგიდა, თან ისედაც სწრაფი მაგიდებია და მით უმეტეს 5 max-ები და მით უმეტეს აი ასეთი 15 წამიანი time bank-ებით აქ. ეს ძალიან დიდი მინუსია სხვათა შორის. time bank-ების როცა პატარა time bank-ებია, როცა time bank გაგითავდება, ჯობია მაგიდა გამოცვალო, იმიტომ რომ time bank-ის გარეშე თამაში საერთოდ წარმოუდგენელია. ცოტა უკვე ვითამაშე, სანამ ჩაწერას დავიწყებდი და რავი, საკმაოდ კარგი შემადგენლობები ჩანს. და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აი ისევ აჭარაბეთის NL5-ს რო შევადაროთ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეტნაკლებად ნორმალური ჩვეულებრივი სტრატეგიით გიწევს თამაში აქ. იქ ცოტა სიურრეალისტური შემადგენლობებია ხოლმე. ანუ კარგია, ანუ იმას როგორც უარყოფითი სევეში ნამდვილად ვერ მივაწერდით ცუდ შემადგენლობებს, მაგრამ ფაქტია, რომ საერთოდ განსხვავდება, ანუ ჩვეულებრივი პოკერისგან იმდენად კარგი შემადგენლობებია აჭარაზე, NL5-ზე. და აქ ეგრეც არ არის, აქ მეტნაკლებად ჩვეულებრივად, მეტნაკლებად აი სტანდარტული რეიზები, სტანდარტული სიტუაციები ასე შემდეგ, თუმცა ოპონენტები ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ, აი ეს არის განსხვავება. აქ მიღებული გამოცდილება სავარაუდოდ აი ლიმიტების გაზრდისასაც დაგეხმარება, ანუ ეგ პლუსი აქვს, მაგრამ ის მინუსი ექნება, რომ სავარაუდოდ ამ შემადგენლობებში ცოტა ნაკლებ ფულს იშოვი იგივე დროში. ვიდრე აჭარაზე. ანუ გამოცდილების აგროვების მხრივ პლუსია და ბანკროლის აშენების მხრივ მინუსი. აი დაახლოებით ესე შევაჯამებდი. საკმაოდ კომფორტულია თამაში, რაღაცა ზედმეტი ფუნქციები უნდა გაუთიშო რომს, ეს მაგიდების ამოგდებები, წრიპინი რაღაცეები და ითამაშოთ ის. გუშინდელ სესიაზე ქაოსი იყო. ეხლა შედარებით 7 თამაში არის. ოთხიანებით. არაფერი საინტერესო. ხო,
ვიყენებ პროგრამას party caption-ი, რომელსაც ეხლა მე გავთიშავ. აღარ მჭირდება. აღარ მჭირდება რა გაგებით, ანუ ზოგადად ამ პროგრამას აი ეს ფუნქციები აქვს, რომ თვითონ აი bed sizing-ებს გიკეთებს. აი მაგალითად განახებთ ახლა. ხო, ან bed sizing-ებს გიკეთებს preflops-ზე რა, შენ არ გიწევს ხელით მონიშნა, მაგრამ ეხლა ვერ გავიგე რაღაცები, აი ეს რაღაცა preflops-ზე და flop-ზე აი რაღაცა sibet-ებზე რა bed sizing-ები უნდა გამიკეთოს, ეს მივხვდი, მაგრამ აი ტრიბეთების და რაღაცეების დაყენებას ვეღარ მივხვდი, ადრე ვიყენებდი ამ პროგრამას, რაღაცეები შეუცვლიათ, რაღაც განახლებები გავუკეთებიათ და ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ, კარგად რანაირად და მაგდენი თვალიერების თავიც არ მქონდა და გამორთავ მაგ პროგრამას ამჯერად და ეს პროგრამა ზოგადად უფასოა NLAT-ის ჩათვლით და მე მგონი $3 ტურნირების ჩათვლით. და მე უკვე მე მგონი ღირს თვეში $20 თუ სწორად მახსოვს. საკმაოდ თავის დროზე, როცა რუმებს კარგი სოფტი არ ქონდათ და ეს ფუნქციები, მაგალითად ახლა ბლაინდებში გადაყვანის ფუნქცია, რუმებს ძალიან დიდი ხანი არ ქონდათ და ბევრი სხვა ფუნქცია. bed sizing-ები, ცხელი კლავიშები, hotkey რო არის რა. დაფოლტვაზე და იმას დაყენება. ეს ფუნქციები რუმებს როცა არ ქონდათ, ამ caption-ებს ძალიან აქტიურად ვიყენებდით რეგულარები. მაგალითად კიდე იყო 88 caption-ი, stars caption-ი, აი stars caption-ი საერთოდ მე არ გამომიყენები არასდროს, იმიტომ რომ poker stars ყოველთვის კარგი ლობი ქონდა. მე არ მახსოვს ეგეთი დრო, რომ stars caption-ი დამჭირვებოდა. მაგრამ აი party captions და 88 captions ძალიან აქტიურად ვიყენებდი. თითქოს ყველაფერი ამეებზე მქონდა ხოლმე, ამეების იმედად გაკეთებული და კიდე იყო ეგეთი layout-ები რა. აი ეს მაგიდა ეხლა როგორიც არის, ხო ეხლა ლამაზი მაგიდაა ჩვეულებრივი და ისეთი მახინჯი მაგიდები ქონდათ ხოლმე ამ party poker-ს და რუიანებს, რომ იმაზე თამაში შეუძლებელი იყო ხოლმე და გქონდა ნაყიდი layout-ები რა. მე მაგალითად არ ვყიდულობდი, მაგრამ ერთი კარგი უფასო layout-ი მქონდა დამოყალიბებული და იმას აყენებდი და ანუ შენი მაგიდის იმას აძლევდი. და ყველა rooms, რომელსაც თამაშობდი, მაგალითად იქნებოდა ეს poker stars-ი, რუიანები თუ party poker-ი, ერთნაირი ინტერფეისი ქონდა რა. და სხვათაშორის ძალიან კომფორტული იყო. party poker-ის ინტერფეისი მაინც განსხვავდებოდა ხოლმე ცოტათი. ისე კარგად არ ჯდებოდა ხოლმე რა. მაგრამ აი poker stars-ი და რუიანები ისე იდენტურად ჯდებოდა ხოლმე. layout-ი რომ აი თითქმის ვერ გაარჩევდი რა. თითქმის ერთ და იგივე რუმის layout-ები ჩანდა ხოლმე. აი ესეთი დროც იყო poker-ში. სხვათაშორის კარგი დრო იყო, თუმცა ეხაც არ არის ცუდი დრო. აი ხა თვითონ არ მიკეთებს, ხა მე თვითონ მივიდო, მაგრამ მე თვითონ მივიდებ არა უშავს რაღაც ვერ გავიგე ზეგან რაღაც. caption-ი როგორ მუშაობდა, კარგად ვერ გავიგე, თან ხა იმდენი მოდი ეს ოპონენტი უცებ მოვნიშნოთ, რომ არის donkey და donkey-ი მოვნიშნოთ, მოდი აი ესეთ ფერში. და ეგ დავიმახსოვროთ ეგ ამბავი. მოდი small blind-დან ცოტა აქტიურად ვითამაშოთ. არ არის საჭირო, სიმართლე გითხრათ, აი დავამატებდი, რომ ცოტა ნამეტანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ბატონიდან რა თქმა უნდა ესეთი ხელი იზოლირება აუცილებელია, მაგრამ small blind-დან შეგვიძლია ხოლმე რომ ესეთი ხელი უბრალოდ გადავყაროთ. უპოზიციოთ მოდი ცოტა დიდი sizing-ით გავაკეთებ sibets. რომ fold equity-ს უფრო მეტი fold equity-ს გენერირება მოვახდინოთ. აქ უბრალოდ blind-ი დავიცავი, აქ ტრიბეთი ჩემეზე, მაგრამ ოპონენტი რახან დონქად მოვნიშნეთ ზაღან. ტრიბეთს call-ი ვამჯობინე და უსაური სიტუაცია აქედან დონქი წამოვიდა კიდე. მე ხა ძლიერი ხელი მაქვს, მაგრამ უბრალოდ ისეთი უცნაური სიტუაციაა, რომ თან არ აჩვარდები. კარგი. მოდი ახლა იმდენი მომლოდინე ხელები დოს, რომ მოდი ჩვენ ეხლავე გავარკვიოთ აქ ჩვენი ამბავი, თორე რივერზე ძალიან ბევრი უშნო კარტი შეიძლება დაიდოს, რომელიც აღარ მომეწონება. კოლი მივიღე, speaker pro ძალიან ხშირად. უნდა ვეთამაშებოდე კარლს. რაც მე ვფიქრობ, რომ გადაიხდის, მაგრამ აი
ну, რამდენს აი ეგ არის საკითხი, მაგრამ მოდი, აი აღარ დავხარდოთ time bank-ი და ჩორებს სტანდარტული 2/3 თუ რაც არის 3/4 გავიდეთ. ნახოთ რა იქნება. დაყარა ხო, როგორც მივხვდი. აქ ისეთი ანიმაციაა, რომ ვერ გაიგებ დაყარა თუ გადაიხადა. აქ სტრიტი გვაქვს, რა თქმა უნდა, პატარა რაღაცას შეიძლება. გადავახტევინოთ პატარა საიზინგით. ორი ტუზი. პარტი პოკერზეც მოდის ესე იგი ორი ტუზი. ეს არ ვიცოდი. კაი ხანია არ მოხვედრია თვალში. არა, შემადგენლობებს ალბათ უკვე ამჩნევთ რა. ბატონზე ლიმპი რაღაც ანუ შემადგენლობები ძალიან ისეთია როგორიც უნდა იყოს რა. NL 5-ზე როგორ იგი არა NL 2-ზე ხო როგორც არის. რა შემადგენლობებიც უნდა იყოს, ეგეთი შემადგენლობებია ნამდვილად. ну, აქ იმდენად შრალი ბორდი მოდის და იმდენად ძლიერი ხელი მაქვს, რომ აგრესიას უბრალოდ არ გავაგრძელებ რა. მივცემ ოპონენტს, რომ გამოავლინოს თავის თავი. შესაძლებლობას, რომ გამოავლინოს თავის თავი. ისე ძალიან უსაფრთხო კარტი თერნზე. ოპონენტი უკვე აღარ ავლენს არაფერს. და რა ვეცადოთ, რომ რამეს გადავახტევინ. შეიძლება იმიტომაც არ ავლენს, რომ პირიქით რაღაცა შოუდაუნ ველიუ მოუვიდა, მაგალითად კაროლიან რაღაც ეგეთი და მოდი კარგად გავიდეთ რა. თან უფრო რაც რო დიდი საიზინგით გავალ, ალბათ უფრო პოლარიზებულ რეინჯს ვაჩვენებ და უფრო ანუ დავაეჭვებ, რომ ხო არ ვბლეფობ თუ რაღაც ეგეთი რა. თან ის კაროლი საუბრობთ იშვიათად დაიყრება ხოლმე რა ამ შემადგენლობაში და ამ ლიმიტზე. ჯულაინი უბრალოდ ქოლით დავიცავი, საკმაოდ ძლიერი ხელი მქონდა. სხვადასხვა ფერის კაროლ და სხვადასხვა შორის ჯოდა დამეტრი ბეთებინა. მოდი პოზიციაში 1/13 გავიდეთ. აქაც იგივე პოზიციაში 1/13. მივიღე check raise, check min raise, რაც ზოგადად ძლიერ ხელზე მეტყოლებს ხოლმე, მაგრამ ნუ ამ საიზინგზე რა თქმა უნდა არ განიხილება. აი ამ თერზე უკვე მეგონი განიხილება კი არა მეგონი ფოლდია რა. check min raise და მე ესე თავდაჯერებულად აგრძელებს აგრესიას ვიღაც არასრული სტეკი, რომელიც წესი და რიგით უფრო პასიური მოთამაშეები არიან ხოლმე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს ace high ტუზები ეს აი რაღაცა და ტუზების წვილი უნდა დავყარო. ზოგადად ძნელი და საყრელია ხოლმე, მით უმეტეს დამწერლ მოთამაშეებს ძალიან უჭირთ ხოლმე ესეთი ხელების დაღრა, რომ აი საკმაოდ ძლიერი ხელი, კარგი კიკერი და ასე შემდეგ, მაგრამ აი ისეთ აი გათამაშების ხაზზე ძალიან ძლიერ გათამაშების ხაზს გაჩვენებს ოპონენტი. სწორედაც აი ეგეთი ხელების დაყრით კეთდება ფულის სინამდვილეში, იმიტომ რომ საპირისპირო სიტუაციაში შენი ოპონენტი არ დაყრის. როცა შენ გეყოლება დავუშვათ ორი წყვილი ან სეტი ან რაღაც ეგეთი, შენი ოპონენტი არ დაყრის იმ ფულს და ეგ არის რომ მაგაში აკეთებ ფულს იდეაში რა. მით უმეტეს ამ სიტუაციაში, სადაც თამაშობ, ასე ვთქვათ, ბრმად. ანუ ოპონენტებზე არ გაქვს არანაირი ინფორმაცია. ну არანაირი როგორ, ну დინამიკა არ აქვს. ინფორმაცია შეიძლება გქონდეს, მაგრამ დინამიკა არ აქვს. ანუ დინამიკაში ვერ აფასებ ოპონენტების ქმედებებს. ეხლა შეიძლება ოპონენტი მონიშნული ყავს როგორც დონკი, მაგრამ შეიძლება წინა სესია ითამაშა როგორც ანუ დაღლილმა კატილტულმა ძალიან ცუდად და ეხლა რავი დღეს ჩორებად თამაშობს, ანუ არანაირი პრობლემა არ აქვს.
მოდი. ტრიბეთი ერთ-ერთზე ჩვეულებრივად. როცა ბლაინდის წინააღმდეგ თამაშობ, პოზიცია ჩვენია და შესაბამისად პოზიციაში 3.5x დავარ რეიზებ, პოზიციაც არის 4x ვარ რეიზებ ხოლმე. მოდი, კაროლათიანი არ გვინდა UTG-დან, UTG არ არის MP-ო, მაგრამ ნუ რაც არის რა. ნუ UTG როგორ არ არის უბრალოდ თან ის არის რა, 5max-ია და UTG მთლად ისეთი UTG არ არის როგორც 6max. ვა, მივიღე ქოლი, რაც მოდი, უბრალოდ სტანდარტულად გავაგრძელოთ აი რაღაც ნახევარი პოტის პარგლებში რა, ცოტა მეტი. აქ დავიცა ქოლით. მეორე ქოლი. აქ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ხშირად ვეთამაშები ტულს. არ მინდა რომ დაყრაზე დავაფიქრო ოპონენტი. ტულზის დაყრაზე. შესაბამისად რაღაც ორლინს და რაღაც გავს არ გავაკეთებ, მაგრამ საკმაოდ ესე დიდი საიზინგით ვეცდები რომ მივიღო value ოპონენტისგან და თითქმის პოტბეთით რა. იმედია ტულზი არ დავაყრებინე ოპონენტს. ეხლა ისეთ საათებში მძინავს და ისეთ საათებში ვიღვიძებ ესე იგი მე მაქვს ცოტა უძილობა შეიძლება ითქვას მეგონი ნახსენებიც აქვს ხო ვიდეოებში რომ ანუ ამას ვეძახოთ ხოლმე invoker-ის graphics თუმცა სხვა მოთამაშეებისგანაც ძალიან ხშირად ცვენია რომ აქვთ უძილობის პრობლემა ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და ყურადსაღების საქმეა მაგრამ ყოველ დღე ცოტა უფრო გვიან ვიძინებ ხოლმე ვიდრე წინა დღეს და ეხა ისეთ ეტაპზე ვარ, ისეთ გრაფიკზე ვარ, რომ ჩემს ლიმიტებს და ჩემს რუმებში თითქმის ექშენი მაგ დროს არ არის და ვიდეოებს მაინც გავაკეთებ ცოტა აქტიურად. დღეს ვფიქრობდი რომ მეთქი ფარტი პოკერზე რეგულარულ მაგიდებზე ხო არ გავაკეთო მეთქი ვიდეო თუ დაგაინტერესებთ ეგ ამბავი რავი დამიწერეთ და შეიძლება რეგულარულ მაგიდებზე გავაკეთო ვიდეო ტურნირებზე ბევრს გაინტერესებთ ვიცი წერთ ხოლმე კომენტარებში ტურნირებზე რამე გააკეთეთ და რაღაცა და ვაკეთებ რა გაგებით ანუ კეთება ჯერ არ დამიწყია მაგრამ ვუყურებ ერთ ტურნირების ტრენერს რომელზეც აი რაღაცა საბაზისო კონცეფციებს ვიხსენებ ტურნირებში რა და საავადმყოფოდ გავაკეთებ რაღაც საბაზისო კონცეფციებს რაღაცას მოდი ახლა ვიტყვი აქ აი მაგალითად აი რა არის ROI მაგას ავხსნი ROI არის ეგეთი მაჩვენებელი დაბრუნებული ინვესტიციების return on investment ეგრე არის ინგლისურად და არის როგორი რაღაცა მაგალითად აი თუ თამაშობ $10 ტურნირებს და გააქვს ROI 20% ანუ გამოდის რომ ერთ ტურნირზე დაახლოებით შენი სარგებელი წილი არის $2 რა შესაბამისად რამხელა ინვესტიციასაც გააკეთებ თამაში რამხელა დისტანციასაც ითამაშებ იმის 20% იქნება ზემოდან შენი შემოსავალი თუ ROI გაქვს 20% დაახლოებით ეგეთი ამბავი არის ROI და აი ეგეთ რამეს ავხსნი მაგალითად როგორი ტურნირები ღირს რო ითამაშო average field size რაღაც აი ეგეთები ცოტა ვილაპარაკე მაგაზე მე უკვე მაგრამ მას რამეებს ავხსნი აჰა ესე იგი ჩვენ მივიღეთ ახლა აქ საკმაოდ უხერხული სიტუაცია სხვათა შორის იმიტომ რომ მივიღე 4bet-ი ოპონენტისგან ძალიან deep stack-ებში ვფიქრობ რომ აქ მე შემიძლია რაღაცა 5bet-ი გავაკეთო მაგრამ 5bet-ის sizing-ს გააჩნია მოდი აი ცოტა ესეთი 2x 2.5x 5bet-ი მე ჩემნია გავაკეთო ნუ მაინც NL2-ია ახლა აქ ზოგადად დაკოლვა და პოსტლობის თამაშიც შეიძლებოდა ჩემი მხრიდან მაგრამ მაინც ეგრე მერჩინა სხვადასხვა ძალიან ცუდი ფლოპია, იმიტომ რომ აი 5bet-ის call-ის range-ში ოპონენტი ძალიან ბევრი დამები და ვალეტები ექნებოდა სავარაუდოდ. დავჭეროთ. მოტოს კაროლის ბევრი ექნებოდა. და ხანდახან შეიძლება ტუზების დაემალა, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში კაროლების დაყრა არ იქნება მაინც კარგი იდეა.
ну minimum am sizing-ზე რა. აბა ნახოთ. ნახოთ რა იქნება. ტუზვალეტი. გაგიჟდება კაცი. ნახოთ. იმედია გავიმარჯვებთ. აი ამას არ ველოდებოდი. ეს ოპონენტი მონიშნოთ როგორც მანიაკი. მოდი ესეთ რამეს ვიტყვი, რომ ესეთი დარიგებები რომ თავიდან ავიცილოთ ხოლმე. ეხლა მე რომ ამ ლიმიტის რეგულარი ყოფილიყავი, ეს ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო დარიგება. როცა deep stack იქნები, ხო? შეგიძლია მაგიდა დაარესტარტო რა. ადგე მაგიდიდან და თავიდან დაჯდე. ეგეთი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, რეგულარულ მაგიდებზე არ გვაქვს, რა ფულითაც ადგები, სავარაუდოდ იგივე ფულით, სავარაუდოდ არა, უმრავლესობა რუმებით თითქმის ყველა იგივე ფულით მოგთხოვს დაჯდომას რეგულარულ მაგიდაზე, მაგრამ strap poker-ზე არის ეგ ფუფუნება, შეგიძლია დაარესტარტო მაგიდა და ისევ 100 ბლაინდით დაიწყო თამაში. ოპონენტი ძალიან აქტიურობს, მე კი ძალიან კაი სტრიპსი მაქვს, მაგრამ უბრალოდ ძალიან ცუდი კიკერი მაქვს, შესაბამისად, უბრალოდ ქოლით ვეცდები რომ ვეთამაშო და ვეცდები რომ ვეთამაშო რაღაცა და ვეცდები რომ მოვიგო მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ არ დამცალდა წინადადება რუიანების სეტმა გაიტანა. ხო, ნუ ეგ იყო და ეგ რა. ანუ მან უნდა ყოფილიყო ან რაღაცა შიშველი ბლეფი, ან რაღაც შეიძლება რუიანები ან ტუზექსიანი რა, სავარაუდოდ. შესაბამისად ფიქრობდი რომ ექვსიანების დაყრა მაინც არ იქნებოდა, მაინდა-მაინც კარგი იდეა, თუმცა შეიძლებოდა, მოდი მაგათ დავამატებ, თუმცა შეიძლებოდა დაყრა. პროდესიტის სწრაფი დინამიკა და სწრაფი თამაშია რო უცებ რაღაცა. ბევრ რამეს დაფიქრების შესაძლებლობა არ გვეძლება ხოლმე, მაგრამ შეიძლებოდა დაყრა, მაინც. მოთამაშეების რაოდენობა შემცირდა. სადაც ახლა 27 ენტრია მომენტისათვის და უკვე ფორმაქსებზე გვაჯენს თუ შეამჩნიეთ. არა უშავს ვითამაშოთ ფორმაქსები ჯანდაბას. ვიღებ აქ ფორმაქსებზე უფრო კარგი უპირატესობა მექნება ოპონენტებზე, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ფორმაქსების თამაშის ჩვენი რომების გადამკიდე. ჩვენ რომებში საერთოდ ფორმაქსი მაგიდები იყო რამდენი ხანი. ლიდერზე დღემდე არის ეს ფორმაქსი მაგიდები საერთოდ მოსაშორებელია მე თუ მკითხავ, მაგრამ მაინც ატომღაც ვერ ელევიან. აჭარა შეელია და აჭარამ გააუქმა კიდე კაი ფორმაქსი მაგიდები და კიდე ერთი ძალიან დიდი მინუსი რაც არის ხოლმე ჩვენს ქართულ რომებში, რაც აჭარამ ასევე გააუქმა, ეს არის მინიმალური ბაიინი 20 დიდი ბლაინდი და რაც ნუ სტანდარტი არის 40 დიდი ბლაინდი და ზოგიერთ რომში ძალიან ბევრი შორტ სტეკები არიან ხოლმე მაგალითად ლიდერზე და ეგ ძალიან შემაწუხებელია. ორხრივის ასტრიდე წამივიდა. მაგრამ მე აქ მე მგონი დავარეიზო რა. ფლოპი დაჩეკა შევა არაფერი არა აქვს ოპონენტი. ხასაფერის ტუს 7-იანი შეგვიძლია დავიცვათ, აი დიდ სტეკებიდან გამომდინარე შემიძლია დავიცვა, იმიტომ რომ კარგი ის მაქვს ან ხელსაყრელი 20-ები და თან დიდ სტეკები ვართ, რა იცი რა იქნება, ნახოთ. არ არის კაი კარტი. ჩეკ-ჩეკი თუ წავიღეთ თუ არა და ნახოთ ის. ეს ჩვენი ოპონენტი მანიაკად ყავს მონიშნული. 7-იან 5-იანი თქო და ვერაფერს რო გავაკეთებ, თუმცა სავარაუდოდ ძალიან სუსტ რეინცა აოლიერს. ზოგს ავიწდება ხოლმე ხანდახან რომ თვითონ ცუდი კარტი უჭირავს და აი ოპონენტს ბლეფზე დაიჭერს და ეგრე ყოფილა ხოლმე რომ ოპონენტი დაბლეფე დაუშვათ, ან იმან ვიღაც ხომ დაბლეფა და რაც ბლეფზე დაიჭერს, რა სხვადასხვა ფერის რუიან 7-იანით, ანუ განარითი უნდა ებლეფა შენზე უარესი ჰენდით, ხო? ანუ სხვადასხვა ფერის რუიან 7-იანი რო გიჭირავს. მაგრამ აი ზოგიერთი მოთამაშე აი ესე უცნაურად თამაშობს ხოლმე. მithumetes მიკროლიმიტებზე. ხო, არც ისე მიკროლიმიტებზე, აი NL50-ზე ხშირია ეგეთი შემთხვევები. მივიღეთ check raise-ი, რომელზეც მე საერთოდ გავდონქე მე მგონი, ხო? რაღაც ძალიან უცნაური დარიგება, მოდი ამას ვაფშე გადავაგდებ, იმიტომ მე მგონი მე ეს გავდონქე და დონქზე მივიღე რეიზი, აი გადავაგდებ.
ანუ არ უნდა გამედონქა იდეაში. ან თუ გავდონქავდი, აუცილებლად 2/3 ან 3/4 უნდა გამედონქა. აი ესეთი თამაში, limp push. კი ბატონო. წაიღეთ. თორემ ამ დისციპლინაში ძალიან ისეთი კარგი ექშენია პოკერ დომზე, რაც თითქმის 24 საათი ცოცხალია პოკერ დომზე NL50-ის ჩათვლით. ეს სწრაფი მაგიდები. მე არ ვიცი რამდენად კარგი შემადგენლობები იქნება. ნუ მინიმუმ NL50-ზე მან ძალიან წარე შემადგენლობები იქნება დარწმუნებული ვარ. ჩათვალეს რუსულენოვანი რეზერვაცია, უცხოელები მანდ ვაფშე არ თამაშობენ, ძირითადად თამაშობენ ჩვენი რეგიონი პოსტავჭოთა სივრციდან და საუბრობთ რეგულარებით იქნება გადატენილი NL50. ნუ იქნება რა ერთ ტრენერს უყურებ, რომელიც მან დაკეთებს ხოლმე გაკვეთილებს და მე მგონი არის კიდევაც რა, ნუ ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვამჩნევ იმ გაკვეთილები და რავი, სხვადასხვა ფერის დამარცხიანი აქვს და შეიძლება დაყრაც და თამაშიც რა. რუიანები რა თქმა უნდა იზოლირება ცოტა დიდი საიზინგით 6x. აქ დავჩებოთ ჯერჯერობ. მივიღე კოლი და საკმაოდ აქ რა თქმა უნდა მეორე წყვილით 1/3 ვაგრძელებ. საკმაოდ ისეთი ფლოპი მივიღე, რომელზეც fold equity წესით უნდა იყოს რა. არ არის მაინც გადასარევი ფლოპი მითიოდეს რუიანების, მაგრამ fold equity ალბათ იქნებოდა რა. ეხლა ოპონენტს limp call-ის range-ი, რავი, ძალიან ბევრი შეიძლება ერთი ფერის 5-იან 4-იანი ჭეროდა ან რაღაც ეგეთი და შესაბამისად ბარემ თუ მიგვაქვს წავიღოთ აქვე ლოგიკით გავაკეთე, გავაგრძელე აგრესია შესაბამისად რახან ვერ წავიღე დავიმშვიდობები ამ დარიგებას. ხო, ტურნირებზე მომოდი რა, ტურნირებზე შევამითი გავაკეთე. შეიძლება არ გავაკეთებ. კიდე ვილაპარაკებ აი დაუნსვინგებზე რაღაც ეგეთებზე, რადგან ნუ იდეაში ნალაპარაკები მაქვს, მაგრამ ცოტა ისე, ცოტა უფრო დეტალურად ვილაპარაკებ. რაღაცა შეიძლება რაღაც გაგებით აი cash-ს შევადარო, ანუ cash-ის თამაში ჯოგეთ ტურნირების რა პლუსები და რა მინუსებია, რაღაც აი ეგეთი იდეა მაქვს. ვილაპარაკებ preflop მოდელზე. ან მე cash-ის preflop მოდელი უკვე აწყობილი მაქვს და ეხა ახალი წლების მერე დავდებ რა, ეხა ახალ წლებზე. დიად არავის არ ამგონია preflop მოდელის სწავლის ის კონდეს. და ვილაპარაკებ იმაზე თუ რა განსხვავება აი cash-სა და ტურნირებს შორის აი ამ preflop მოდელის ჭრილში. ტურნირებზე გაცილებით უფრო ლუზური preflop მოდელია რა. ერთი და იგივე იმის სიღრმეში, ერთ და იგივე სტეკის სიღრმეში ტურნირებს გაცილებით ლუზურად თამაშობენ მოთამაშეები. ვიდრე cash-ს. მაგალითად განსაკუთრებით აი blind-ის დაცვის ჭრილში. blind-ს ძალიან ლუზურად იცავენ. იმიტომ რომ იქ ხო რეიქი წინასწარ არის გადახდილი, მაგიდებიდან არავინ რეიქს არ იღებს და შესაბამისად წეხი არ არის, რომ დაქოლო. და ძალიან ისეთი ლუზური პროფლოპი მიდის და ცოტა პატარა საიზინგების შესაბამისად, ანუ რა ლუზურია თამაში, ანუ მოთამაშეები ცდილობენ რომ პატარა საიზინგებით ითამაშონ, იმიტომ რომ მაგალითად ტრიბეთის შემთხვევაში უფრო დანაკარგი ნაკლები იყოს და ასე შემდეგ. და პოტი არ გაბერონ რა სპოცადულად არ მიებან რაღაცა მოკლედ რაც უფრო სუსტი ხელი გაქვს უფრო ცდილობ რომ პოტი პატარა შეინარჩუნო იმისათვის რომ უფრო მეტი მანევრირების შესაძლებლობა გქონდეს შოუდაუნის გარეშე რა და რაც უფრო ძლიერი ხელი გაქვს შოუდაუნზე გასვლის მით უფრო ნაკლებად გეშინია და შესაბამისად ის კარლცხრიანი რეიზი იყო ლაპარაკში გავერთ წინადარიგებაზე ეს ვოლდი მაგას ახსნი რომ ანუ ცოტა უფრო ლუზური თამაშია რა ტურნირებზე მაგ გაგებით თუმცა ტურნირებზე უბრალოდ ის არის განსხვავება რომ ძალიან ხშირად ძალიან პატარა სტეკებით გვიწევს თამაში მით უმეტეს ისე დიფრანებში და ეს გვიან სტადიაზე ტურნირს გვიწევს ვითამაშოთ რაღაცა 20 15 25 აი ეს რაღაცა მაგ ესე ვთქვათ აი 10-დან 30-40 ბლაინდის ფარგლებში ესე 100 ბლაინდის სიღრმეში ძირთად იქ არ ლაპარაკობ მოდი რავი
დავარეიზოთ რიან 3-იანიც რა პრობლემაა, რა ვიცი. მაინც სწრაფი მაგიდებია, რა ვიცი. ბატონიდან შეგვიძლია მივიცეთ თავისუფლება. თან რუმია ისეთ სადაც არც სტატისტიკა არც არაფერია რა და ბატონიდან შეგვიძლია თავს მივიცეთ უფლება რომ დანალოზურად ვითამაშოთ. აქ მე აგრესია ბლეფზე გავაგზავნე, ისე თერნი მოვიდა ისეთი რომელსაც რავი უკეთეს ვერ ინატრებდი, ანუ ფლეშ რო წამივიდა და თან ტუზი ზოგადად ანუ ძალიან ასე ვთქვათ სკერი კარდია, ანუ აშინებს ოპონენტებს, შესაბამისად მეორე ბარელი გავაკეთო. შეიძლება რაღაც 6-იანს ან რაღაც ეგეც დავაყრებინო. 9-იანს შეიძლება ვერ დავაყრებინო, მაინც NL2-ია, მაგრამ რივერზე გაძლიერების ძალიან დიდი ალბათობა მაქვს და შესაბამისად შემიძლია მივიცეთ თავს ეგეთიაც უფლება. ვერ გავძლიერდი, მესამე ბარელს არ ვფიქრობ რომ აზრი აქვს. თუმცა შეიძლება კონდეს აზრი, იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება ოპონენტს კონდა მომლოდინე ხელი, მაგალითად გულები, მაგრამ ისიც რაღაცას მოედო რა, ან 10-იანი 10-იანს მოედო, რაღაც გულების მომლოდინე ხელი შეიძლება ტუს 5-იანი რაღაცა, ტუს მოედო, კაი, არ მინდა. ვალეტების დაყრის იმედი არ უნდა კონდეს რა, ეგეთი მომდია. კი, მესამე წყვილია, ცოტა შედარებით ნორმალური ლიმიტზე. ესეთი მეორე პარები და რაღაცეები, ზოგადად შეიძლება რივერზე ცადო რომ დააყრევინო, მაგრამ მეორე მხრივ აი ფლეშ დრო როაც და თუ თვითონ არა აცდინა ფლეშ დრო. ეგ უკვე საფუძველია ოპონენტისთვის რომ დაქოლოს, რომ ჩვენ დაგხვსოს რა ფლეშ დროზე და იმას გვიქნეს. ანუ ბლეფკეტში ითამაშოს. აგაზე ხა ფლეშ დრო ავაცდინე და დიდი აზრი არა აქვს რომ დავბლეფო. აი აქ ოპონენტი თვითონაც ფლეშ დრო ავაცდინა. აქ რა თქმა უნდა მექნებოდა შანსი რომ წავამოყო. ზოგადად მესამე ბარელი ისეთი კარგად დასამუშავებელი რაღაცა არის რა ბლეფზე. იშვიათი, მაგრამ აი ესეთი საჭირო, ძალიან საჭირო უნარია. აქაც ისე open push-ია, სხვადასხვა ფერის უზვალედით. მიუხედავად იმისა, რომ სამი ბლაინდი ინვესტირებული მაქვს, არ წავალ სტეკზე. რაღაცა მინიატურული უპირატესობა შეიძლება რომ მქონდეს რეინჯში, მაგრამ არ არის მაინდა-მაინც გადასარევი. კარგი, მოდი ბევრი აღარ ვითამაშოთ. 9 საათია ვთამაშობ და მე მგონი საკმარის თემებზე ვილაპარაკეთ. ჩვენი დონკი გვეთამაშება, მოდი დავადრიგოთ და ამით დავამთავროთ დღევანდელი სესია. ერთი კოლი. ნაცვლეშ დრო. მოდი გავაგზავნოთ პატარა საიზინგით აგრესია, იმიტომ რომ ისეთი საშიში ფლოპია, რომ ოპონენტი თუ თვითონ არ მოედო, მაშინ სავარაუდოდ ხშირად დაყრის. მე მგონი მეორე ბარელის შესაძლებლობაც მაქვს. უფრო ეს მეორე ბარელი, უფრო ინიციატივის შესანარჩუნებლად მჭირდება, ვიდრე fold equity-ის რეალიზებისთვის, იმიტომ რომ fold equity არ ვფიქრობ, დიდი fold equity-ია, უბრალოდ რაღაც blocking bet-ი გავიდეთ, რომ იქნება ოპონენტმა მოგცეს საშუალება, რომ რეალიზება მოვახდინოთ ჩვენი flash დროს. ვერ მოვახდინე რეალიზება. უბრალოდ აქ 14 უნდა დავამატო 70 მოვიგო. და კიდე იმპლაიდებია, რა ვიცი, მე მგონი რომ მაქვს რა კოლი რა. დავკოლოთ. ვერ გავფლეშეთ. ძალიან ცუდი. კარგით. აგემშვიდობებით ამ ხიარულ ნოტაზე და აბა წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.